მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ-დრაივს. დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ Ferrari Romას. გრძელდება ჩვენი ვალვოლინის ევროტური. ეს მოდელი ძალიან საინტერესო უნდა იყოს ძალიან ბევრისთვის, იმიტომ რომ სულ ახალი მოდელია და ჩვენს გვინდა რომ გავიგოთ როგორი ავტომობილი შემოგთავაზა. გადაუხვიეს ცოტა გზას, სუპერკარი აღარ გამოუშვიათ, ეს გამოუშვეს იმ ხალხისთვის, ვისაც უნდა ყოველდღიურად გადაადგილება ქალაქის ქუჩებში. სტილნად. სტილი ეს ყველაფერია, ჩემო ძმაო, ეს Ferrari-ია, Ferrari-s ლოგო რო გაქვს, უკვე რაღაცეებზე ამბიცია და პრეტენზიები გიჩნდება. ამიტომ დღევანდელი ტესტ-დრაივის მთავარი მიზანი იქნება, რომ გავიგოთ მართლა კომფორტულია ყოველდღიური გადაადგილებისთვის, მოხმარებისთვის თუ უბრალოდ მოგვატყუეს და შემოგტენეს Ferrari ხისტი დაგრუბებული მანქანა, რომელიც ნეკნებს გიმტრევს. დავიწყოთ ვიზუალით. Ferrari Roma. Roma სახელი მოდის იქიდან, რომ არის რომი, იტალიის დედაქალაქი რომი და აწერია Roma. წითელი ფერი, რატომღაც Ferrari-ზე ძალიან მოწონს, მეც რო Ferrari-s ყიდვა მინდოდეს, რა მოდელიც არ უნდა იყოს, ალბათ ვიყიდიდი წითელს. აუცილებლად წითელს ვიყიდიდი. ძრავი წიროდებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინა ძრავით არის, მაინც mid-engine არის და გადანაწილებულია ისე წონა, რომ ძრავი არის წინა ბორბლების უკან. ანუ ცენტრისკენ არის შეწეული, კარგი ბალანსი ქონდეს, წონის კარგი გადანაწილება ქონდეს. თუმცა ამ მანქანისთვის მე მიხვდებით და მეც გეტყვით, რომ დიდად მაგას ყურადღებას არ მივაქცევთ. მაინც ვერ აღვიქვავ იმ Ferrari-ად, რა Ferrari-ზეც ჩვენ ვამბობთ და მიჩვეულები ვართ და ხალხი რაზეც ოცნობს. იმ სუპერკარზე, იმ დედა ფორმებზე, რომელსაც გვთავაზობს ხოლმე Ferrari. საკმაოდ სოლიდურ თანხად. ეს ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი Ferrari-ია Ferrari-ების ხაზში, ამიტომ მაინც დანიშნულება ამ მანქანას აქვს, რომ ყოველდღიურად მილიონერმა ტიპმა ყოველდღიურად რაღაცა Ferrari-თ რო იმოძრავს. Prius-ად რო იხმაროს ის Ferrari-ია ზუსტად. მოდი დიზაინი დავიწყოთ და მაგ ყველაფერს ნელ-ნელა დაგაწევთ მაგ ინფორმაციას. დიზაინსაც შეეხება ჩანაფიქრს, პატივს მომწონს ის ჩანაფიქრი, რაც გადაწყვიტეს, მაგრამ რაღაცეებში მაგრა გამაზეს, ვიზუალურ მხარეს გულისხმობ. რაღაცეებში მაგარი გამაზეს, ანუ ის ჩანაფიქრი რომ განსხვავებული იყოს, ესე გზელი ცხვირი ქონდეს, რაღაცა იხუნის კარტას სიფათი ქონდეს, კი ბატონო, მაგრამ შესრულებაში რაღაცეები მაგარი გამაზეს, სერიოზულად გამაზეს. საიდანაც არ უნდა მიუდგეს, სულ $50,000 ღირეს, სულ ახალი, სულ $50,000 ღირეს, როცა Ferrari-s ლოგო აქვს და მithumetes ეგენი რეპუტაციას როგორც უფრთხილდებიან, ისეთი რაღაცეები გამაზეს, რომ უბრალოდ უპატიებელია, მე არ ვაპატიებდი. მაგალითად, ეს თუ ჩირვა ვიყოთ. შორიდან უყურებ 1.5 მეტრიდან კარგი, ახლოს მოდიხარ და ნაგლეჯია ჩვეულებრივი პლასმასის. ეს დაბოლოება, ნახე, ეს რადე, კარგი, პროსტა მაგრატე ხავს. ისე რა რო ტეხავდეს, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ახლდა რო უყურებ და დამთავრება რო არა აქვს პლასმას მომრგვალებული და ხელიო შეიძლება გაიჭრათ და თვალში რო ხედავ პლასმასის ნაგლეჯები აქვს, ეს დაბოლოების, მაგრატე ხავს, იმიტომ რომ ამ ლოგოს ვერ გაექცევი და ხალხს დედა რეპუტაციის გამო ტიპებს უფლებას არ თმევენ ახალი Ferrari შეძენის და უცებ შენ სულ ახალ მანქანას უშვებ ესეც, რაც ჩემი აზრით მაგრატე ხავს. ასევე ვიტყოდი ამ სეტკაზე. თლიან ცხვირზე არის ეს სეტკა აფარებული. როცა შეეძლოთ ის სილამაზე, რომელიც არის, ეს უზოვრები, რომელიც ჩანს, ცოტა სხვანაირად გაეკეთებინათ და ამ ორლარიანი სეტკით არ დაეფარათ. ხო, ეს ბადე შეეძლოთ შიგნით გაეკეთებინათ. ანუ პატარ-პატარა მონაკვეთებში გაეკეთებინათ რაღაცის დამცავად. კენჭი რო არ მოხდეს, მსგავსია. ეხა შორიდან რო უყურებ, მანქანას გღობე. ამ თლიან ცხვირზე არის ღობე, რომელიც საშინლად გამოიყურება ახლდანაც, შორიდანაც და ყველა მხრიდან. ეგ ბადე, ანუ მოსახსნელიად გადასაგდები, აჩუქეთ სხვას ღობეზე გამოიყენოს Ferrari სეტკა. საშინელებაა. გრილი
არ არის დამახასიათებელი ამ დიზაინს. მე ვიტყოდი რომ იმ ჩანაფიქს რაც უნდათ რომ გაეკეთებინათ, ეს გრილი უხდება. ეხლა სადაო საკითხია შეიძლება ვიღაცას არ მოწონდეს და ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზი გრილი მსოფლიოში არ არის. ანუ ცხაურას გულისხმობ. რაღაც მხრივ ცოტა უშნოც არის, მაგრამ იმ ჩანაფიქს რაც ამ მანქანაზე იყო და რა დიზაინს მიანიჭეს, უხდება. ამ ცხაურაზე გვაქვს ერთი ცხენის ლოგო და ზევით რა თქმა უნდა სრულყოფილი Ferrari-ის ლოგო. ასევე კამერა გვაქვს, წინა კამერა იმისთვის არის, რომ წინ ბორდიუმთან ახლოს გავაჩეროთ ან ნებისმიერ რაღაცასთან პარკინგის დროს და არ მივაფშხნათ ეს მილიონიანი პლასმასი, აი პლასმასის ნაგლეჯი რო არ მივაფშხნათ და ასევე პარკინგის სენსორებიც აყენია ორი წინ. ფარს რაც შეეხება, ნუ ფარის ნორმალურად გამოიყურება, ელეგანტური ნამდვილად არის, ეს ზოლი რო ინთება მე ამ საკაიფოთ არის, პაუერნეგის მან ინთება და ნუ თლიანობაში მანქანას უხდება. ცხვირი მომეწონა, ანუ თლიანობაში იდეაში ცხვირი კარგია, შორი და რა უყურებ. ანუ ის ჩანაფიქი, რადგან გულისხმობდი, ლამაზია, უბრალოდ ის პლასმასი რო იყო შეცვლილი სიტყვაზე ან კარბონით, ან უკეთესი მასალის რო ყოფილიყო, ბევრად ლამაზი იქნებოდა. ეხლა ნელ-ნელა მინდა გვერდისკენ გადმოვიდე და აი ამ დისკებს რო ხედავ, ყველაფრის სურვილი მეკარგება. აი ყველაფრის სურვილი მეკარგება. ნუ ეს რა დისკებია ხალხო, ნუ რა უბედურება ეს. აი 90-იანების Ferrari-ის დისკია რა. ანუ აი საში აი ამ ნაგავში დიდი სიამოვნები ჩავყრედი რა. არც ერთ ფერში არ მომეწონება. აი ეს დისკი გადაადნო, ალუმინის ჩააბარო. ანუ მე საჩუქო. მეტი დრო ამ დისკზე არ უნდა დაკარგო. ასევე თუ დავაკვირდებით, კატასტროფა ზაზორია აქ. აი კატასტროფა აქედან შემოწიეს თუ ბამპერი ნახე, ეხ შეიძლება ამოვაგდო აქედან. აქ უყურე საღებოს თეთრი ისენი როჩანს პლასმასის დაბოლოება. ანუ ეს არის, აი ეს არის. როია რამ Mazda რო იყოს ბაზარი არა, შეიძლება თქვა ამის დედა ანუ Ferrari-ია ხო? აი ეს რა არის? აი ეს არის საში კატასტროფაა ერთი. ნუ ეს ლოგო პატივს წემ, ძალიან ლამაზი ლოგოა, ყოველთვის მომწონდა Ferrari-ის ლოგო და უხდება გვერდთან, მithom წითელზე რა ეს ცხენია, აი მაგარია. დიზაინი მომწონს აქედან რომ მივდივართ, კარნიზის ნორმალურია, ოღონდ ხარისხი არა რა თქმა უნდა, ის საშინელი პლასმასია, ნუ არ ვიცი რანაირი პლასმასია, ყველაზე ცუდი პლასმასებს შორის რაც იპოვეს, ის გაუკეთეს. საშინელება. სარკეს კარგი ფორმა აქვს, მომწონს სარკის ფორმა, სალონიდანაც იგივეს ვიტყოდი სარკებს რო ხედავ, ძალიან ლამაზია, ეს შავი წითელშიც უხდება და ფორმაც ისეთია რა, აი, სულ ფორმას იმეორებს მანქანის და მომეწონს სარკეზე, ვერაფერს ვერ ვიტყვი, სულს. კარის გასაღები, ანუ ბერკეტი, საიდანაც უნდა გავაღოთ, ეს ხელი უნდა შევყოთ. რა ვიცი, ეს სადაო საკითხია, ხა რამდენად ლამაზია, მაგრამ ცუდი არ არის. როგორი შეიძლებოდა ესეც სადა დიზაინზე, არ ვიცი სხვანაირი ხა ჩემი გემოვნებით, მაგრამ ჩემთვის ეს მისაღებია და ცუდი არ არის. ნუ განსხვავებულიც არის რა, ხელში ეყობ გამოაღებ რა. ჭერის არანაირად განსხვავებული არ არის, არანაირი ჩაღრმავება, ამობერილი არაფერი არის, ზედმეტად სადა და ელეგანტური, ანუ მინიმალისტურად არის. ანუ მინიმალისტურობაში, როდესაც მაგას ვახსენებ, მინიმალისტურია, ბევრ შემთხვევაში ეგ მინიმალისტურობა უფრო ელეგანტურს ხდის მანქანას, ანუ მარტო უარყოფით კონტექსტში მაგას არ ვიძახი ხოლმე, ამ მანქანას ეს რაღაც მინიმალისტურობა უხდება, მაგრამ რაღაცები შეეძლოთ რომ გამოესწორებინათ. ანუ დისკები არ ვიცი, უფრო შიგნით რო შეეწიათ, ალბათ კიდე უფრო ურემი იქნებოდა. ძალიან შიგნით არის შეწეული დისკები და ნუ ვიზუალს მაგრად ამახინჯებს, ანუ მოქმედებს ვიზუალზე. პატარა ფლიანესებს გადაარტყავ და მე რაღაცას დაემსგავსება. ან ცოტა ნორმალურ დისკებს რო იყიდი, მე მართლა ლამაზი გახდება ეს მანქანა. ნუ კარბონ კერამიკული ტორმუზები, მუხრუჭები მოყვება. მუხრუჭი კარგად მუშაობს, ამ მუხრუჭებს კარბონ კერამიკა მე ვიტყოდი შეიძლება ამ მანქანას არც ჭირდება და რავი სპორტული დანიშნულებისთვის მე დიდად ამ მანქანას არ შევიძენდი და მაგას მიხვდებით რატო. Ferrari თუ გინდა სპორტული დანიშნულებისთვის ძრავი უნდა გედოს, აი კეფაზე უნდა იყოს ძრავი, წინ ძრავი დამთავრდა. რა თქმა უნდა ხა ბევრი ტყვი სუპერ ფასტიო და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ რავი ხა მე რო ყიდულობდე, ჩემი პირადი აზრია, მე ხო არ ვიძახი თქვენ ან სხვა, ჩემი აზრი ის არის, რომ Ferrari-ს თუ ოდესმე გადაწყვიტა რომ ვიყიდი, რა თქმა უნდა უკან ძრავით, ან ჩემს უკან რო იყოს ძრავი. უკანა მხარეს მომწონს, აქაც იმას უბრუნდება, ეს დიზაინი ჩემს მისაღებია, მაგრამ ეს ტრაკი წამოწვეტებული ქონოდა, იმიტომ რომ ამ ხელო დიფუზორი რო აყენია, გამოვარდნილი რო არის იმისავით, აქვია ბოტასის ძირივით, ბარემ ეს კუდიც ეს წამოწეული ყოფილიყო, ამ დიფუზორსაც მოუხდებოდა და ესეთი ჩვეულებრივი სადაც არ იქნებოდა. ანუ Mazda თუ Ferrari გაიგე ხა რომ მოაზრო ლოგო. კარგია, მისაღებია, ვერ გადავირიე, მაგრამ მისაღებია. აქ ასევე ხედავთ ეს პატარა ჭრილი აქვს, ეს არის სპოილერი, იდეაში მაღალ სიჩქარაზე ეს ამოდის და მუხრუძეც ეხმარება, მაგრამ ანუ რა ვიცი, ახლა ეს სპოილერი კი არა, რაღაც ნაწილი ამოდის ჩემთვის მანქანიდან, უბრალოდ რაღაც იშლება. სპოილერი ვიცი ბოლოში, აქედან ლამაზი სპოილერი რო ამოდის. ფარებიც
ამ დიზაინს უხდება, ვერაფერს ვერ ვიტყოდი, მაგრამ ზე რაღაც ეს რა ფარები უნახე მეთქი და გამოვყდი, არ არის. ესეთია რა, როგორია, იცი სალიდნი მანქანა, იმ მომენტ ახლა აქ სასტუმროში სადაც ვარ, რომ მოვაყენეთ, ნუ მაინც Ferrari ყვირის თორე, სხვა დანარჩენი ჩვეულებრივია. მაყუჩები ორ-ორი აქეთ-იქით, აი ეს დიდი დიფუზორი რაც აქვს, ეს დიფუზორიდან იყურება, ფუნქციონალური მაყუჩებია. მაგ მაყუჩებზეც რავი ორად იყოფა ჩემი აზრით. შეიძლებოდა პირდაპირ ბრტყელი მაყუჩი გაეკეთებინათ ერთი თავი, მაგრამ ნუ ეს ნასატკებს ესენი არ აკეთებენ. ფუნქციონალური მაყუჩი ესეთი გამოიყვანეს და დიდად რო გითხრათ, რომ აი ამ ტრაქს აი ეს ორ-ორი ჩვეულებრივი თავი უხდება მეთქი მოგატყუებთ. მე არ მომწონს ეს, შეიძლება ვიღაცას მოწონდეს. ქვევითაც ახლა რო გითხრათ, რომ განსაკუთრებული რამე ხდება მეთქი მოგატყუებთ. არაფერი არ ხდება. ჩვეულებრივი პლასმასის ნაგლეჯი დიფუზორია მიწებებული. ანუ აი Ferrari-მა შემოგტენა რაღაც იაფასიანი ჩინური პლასმასი. ანუ ეს კარგი ხარისხის პლასმასი არ არის. კარგი ხარისხის პლასმასი ბევრად უკეთესად გამოიყურება. ეს აი რომელი Ferrari-ია? ისი აი ერთი რავი 5-7 წელი რო გავა და მე რო ყველა ყ**ზე იყიდებს, აი ზუსტად ეგ Ferrari-ია. რა ვიცი, რა გითხრათ. ეგეთი მოდელი ყავს Ferrari ძალიან ბევრი, რომელიც რაღაცა ვითომ ფასი ადევს და არავის რო არ ჭირდება. აი რა ტრაქში გავიკეთო, ხალხი რო იძახს, ზუსტად ეგეთი Ferrari გახდება ცოტა ხანში. მაგრამ მოდი მაინც იმას დაუბრუნდეთ, რომ Ferrari-მა ეს მანქანა გამოუშვა, ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი Ferrari-ია, ანუ სახელი იყიდება პირდაპირ ვიზახი, იმიტომ რომ ეგრეა როგორც ისევ საათი რო ავიღოთ, ხო? ნებისმიერ არნა ოქრო რო ავიღოთ რამე სამკაულნი, ხო? ეხლა შეიძლება წონით ერთი და იგივე ოქრო, ერთი და იგივე იყოს, მაგრამ რაღაც მოყვანილობა, ნაკეთობა ფასობს. ზუსტად ის არის, რომ Ferrari-მ ამ პერიოდში რაც სახელი მოიხვეჭა, ეს ისტორია, ყველაფერი ისტორიის ნაწილი შეიძლება იაფად იყიდო და შესაბამისად იაფიანი ავტომობილიც არის. ნუ არ არის ზე განსაკუთრებული მანქანა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, მაგრამ საინტერესო მანქანა ნამდვილად უდაოდ არის. Ferrari-s ლოგოში იხდი ფულს, პირდაპირ ვიძახ. Ferrari-s ლოგო რო ამანქანას მოაშორე, გახდება ჩვეულებრივი რაღაც სპორტული Mazda. შთაბეჭდება რო არ დაგჭერთ, რომ მარტო ვაჯვავ და ვანადგურებ ამ მანქანას, რაც ეგრე არ არის, მაგრამ ის დეტალები რაც არ მომეწონა, მინდა და გადმომეცა ჩემი ენით. გეტყვით, რომ შორიდან მაინც ეფექტს ახდენს. ანუ მაგაში ორი აზრი არ არის. მანქანა შორიდან ლამაზად გამოიყურება, ეტყობა რომ ძვირიანი მანქანაა, ეტყობა რომ ეს მანქანა ყველას ვერ ეყოლება. და ამას ტრაკი უნდა რომ ესეთი მანქანა ყავდეს და სადაც არ უნდა მიხვიდე ნებისმიერ ქვეყანაში, ანუ Ferrari-ია მაინც რა, Ferrari-დან გადმოდიხარ. რაც არ უნდა იაფიანი Ferrari იქნება თუ Ferrari-ებში Ferrari იქნება, Ferrari-ია. აი ეგ არის ამის ვიზუალი. და ეგ ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეპუტაცია ზოგი უფრთხილდება და ურჩევნია იგივე ფასიანი სიტყვაზე რაღაცა BMW-ს მაგივრად ყავდეს ეს Ferrari, იმიტომ რომ საიდანაც არ უნდა წახვიდეს, საბოლოოდ მაგიდაზე Ferrari-s გასაღები იდება. გასაღებსაც შეეხება მინდა განახოთ, აი ესე გამოიყურება გასაღები, ტყავით, უკან Ferrari-s ლოგო აქვს, თუმცა მე მინახავს რომას გასაღები, რომელიც უკან აი ზუსტად ისეთი ძიშოვი პლასმასით არის დაფარვა, ეტყობა ამას კაი პაკეტის გასაღები მოყვა. ეხლა დრო ამოვქოქოთ, ცოტა გავიკატავოთ ამ მანქანით, ვნახოთ რამდენად კომფორტულად დადის, როგორი სალონი შემოგთავაზეს და გავიაროთ გერმანიის გზებზე. წავედით. გამოვედით ჩვენ საყვარელ ადგილას, ეს არის გერმანიის ავტობანი და ეხლა ცოტა სალონზეც ვისაუბროთ ინტერიერზე. ყოველთვის იმითი ვიწყებ ხოლმე, აი პირველ რას ხედავ, როდესაც ავტომობილში ჯდები. პირველი რა გვხდება თვალში, პირველი რა არის შენი შეგრძნება, რაზე ფიქრობ. ამ მანქანაში რო ჩავჯექი, ნუ აი ვერ დაუკარგავ რა, ნუ Ferrari-ს, აი მაგას ვერ უკარგავ, რატომღაც აი რაც არ უნდა ცუდი თვალით უყურებდე, თუნდაც ერთ-ერთ ყველაზე იაფიან Ferrari-ს, როგორც არის ეს Roma. Ну, აი სალონში რო ჩავჯექი, მივხვდი რომ აი რაღაც სიმდიდრეში ვზივარ და რაღაც luxury მოდის, აი რაღაცა ლაკი ბუფონებები და iPhone ბოლოები მოდის. iPhone ბოლოები იმიტომ მოდის, რომ აი ყველაფერს რასაც უყურებ და ხელს კიდებ, ну რაღაცა ქსიამოვნებს რა, რაღაც აი სულ რო დაუვარცხნელი ჩაждდე, როგორც მე ვარ, აი რაღაც თავისი დაგევარცხნებათ. ერთი სიტყვით რავი, ძალიან მომწონს და პირველი შტაბეჭდება დამიტოვა მხოლოდ რაღაც კარგი. 12 seconds later. რა.
აქეთ ამ ხარეს და აჭის ბიჭო ფერაში ახლა ხა. რა ვაჭერდა ითიშება. ეს რა არის? ეს ნახე. დედა მოიხანა იმენა რა ჭერს. არა, იმენა ეკრანს დაინტრა თორე ის მუშაობს. ფერარი და დედის აი პირველ რიგში დაბეჭდება სანამ გავაგზავნე რითი დავიწყო მეთქი და აჰა ვიწყებ ყველაზე ბანძი იმენა ისაა როგორ touch screen-ი გამოვასწორეთ ელექტროობა გადავრეკეთ ფერაში ეგრევე იტალიურად ვაგინეთ мама мия ეს რაღაც გავაგზავნეს და ნუ არაფერ ჩავაკრეთ შეულოცეთ რაღაც დავაპერე მიჭკეთ და გასწორდა კაი გავაგზავნოთ მოდი ცოტა ხანი შევეშოთ ამას უკვე ნერვი მომიშალა საჭით მინდა დავიწყო რომელიც ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია, მომწონს ეს თხელი, ელეგანტური საჭე, თან მით უმეტეს სპორტულადაც გამოიყურება კარბონში, აქ shift light-იც გვაქვს, ეს ტყავი, ყვითელი ძაფი, აქ ეს ზოლები ძალიან მომწონს და უკიდანაც ხელს რო კიდებ რაღაცნაირად, აი რა ვიცი, მომწონს, აი დამევასა ეს საჭე, დამევასა. შეიძლება ყველაზე რაღაცა ლამაზი არ იყოს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ლამაზი საჭე არის. ანუ კარბონიც უხდება, ეს ყველაფერი უხდება. ეს არის რეჟიმები, გადაატრიალებ მე ადიხარ სპორტში, მე რეისში, მე მოცურებას თუ გინდა რომ გაციო დიდხანს ესე დააწვევი და მოცურება გაიჩიო და სულ ქვედა ცისფრად რო ანათებს, ეს არის სველი. ფერარის შემთხვევაში ეს სველი არის სხვა სისველე. ანუ ამას რო ჩამოწე, უკვე სხვა სისველე ტრიალებს, აქ სინესტეს წამოიღეს ეგრევე. კაი, ნორმალში დავაკანოთ, აქ ღილაკი გვაქვს, კომფორტი, ანუ ამ ღილაკს რო დააწვევი, ანუ დაკიდების სისტემა ხისტება და რბილდება. მენეტინო, გაიგე, ხა მოგი თუ ინგლისურად წერ, დაწერე ინგლისურად, თუ იტალიურად წერ, იტალიურად დაწერე, გადავთარგმნე. ეს ორი ის არის, რომელსაც ხედავთ, ესენი არის, რა თქმა უნდა, პაუერნიკები, მარტივად არის, პატარაზე მიაჭირე, ითიშება, აღარ უნდა იქ ცალკე ღილაკის დაჭერა და ასე შემდეგ. მიაჭირე ერთხელ, ჩაერთო, მიაჭირე მეორე, გაითიშა. ესენი არის წინასახარი მინის საწმენდები, აქედან ხვევით კიდე ერთი დიდი ღილაკი აქვს, შიფტერივით არის პატარა, ეს არის რომ მიაწვევი წყალსასხალს და მე თვითონ გირთავს ჩისისწავს, აი მივაჭიროთ. ოპა, კი დავსვარე მანქანა, მაგრამ მინდოდა მეჩვენებინა. შიფტერები, მთავარი შიფტერები არის ეს, უზარმაზარი დაფიქსირებული, რომელიც საჭეს არ დაყვება, მაგრამ დიდია და ხელი წესიერად შეგიძლია ამოარტყა და არ გამარცხა, სად გამოვიდა. ერთ სიტყვით. ეს არის ამ მანქანის მთავარი დისპლეი სამართავი ტაჩი, რომელიც ნუ კატასტროფა, არ ვიცი, გაჩერებულზე თუ იზავ რამეს, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა უთათუნო, აი რა ვიცი, რა გითხრა. აჰა, დაიწყო. გაიღვიძა. აჰა, ეხლა ვაფშე სხვაგან წავიდა. გადმოდი უკან, მარჯვნივ გამოუსხელი. ზევით ეხლა უყურებ წნევა საბურავების, ჩამოვწიე კილომეტრაჟი რომ დავინიშნეთ მაგისთვის. და G-meter გადატვირთვა ჯესი. ნუ ერთის ძალიან ცუდი ტაჩია, ცუდი გადაწყვეტილება, თან საჭაზე ტაჩი და რომელიც ნუ აი ძლივს მუშაობს. აქეთ ნავიგაციაა ჩართული, აქეთ ის რასაც უყურებ და შუაში გვაქვს კილომეტრაჟი და ტახომეტრი. და აქეთაც როგორც ხან ინთება, ხან ქრება, ეს დედა voice commander-ი და აჰა ჩაგაითიშა ეხლა და ტელეფონის ღილაკი არის, რომ დააჭირო და ნუ თუ გირეკავს და ბლუთუზით შეერთებული თუ დაკავშირებული პროსტორად ტელეფონი დააჭირო და ესაუბრო. ნუ ერთი სიტყვა ვერ გავიგე რა ხდება, ყველაფერი ითიშება, ქრება. რავი, ესეთი ფერარი შეგვდა არა და სულ ახალია, 2024-ის არის, რომ იცოდეთ, აი ეს ფერარი. კონკრეტულად რასაც ვატარებთ, არის 2024-ის მოდელი, 3751 კილომეტრით. რავი, რა კითხათ, რაღაც ცოტა იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არის. კაი, გავაგზავნოთ კიდე გადავიდეთ სხვაგან, საჭეს ჩემგან ერთი დიდი პლუსი შექება და იმსახურა, ნუ touch ამ მანქანაში, ანუ არაფერი არ უარგან. ეს უკვე განახეთ, რომ touch-ი არ ვიცი. ნათითურები ხო ეთყობა და ეთყობა, touch-ი არის საშინელი. აი, რომელი touch-ია, იცი, ადრე რომ გამოვიდა პირველი touch-ით Sony იყო, მე მგონი, Sony-ის ტელეფონი იყო, მობილური, თუ გახსოვთ, აი ეს არა რო იმენა გაწამებდა ეგ იყო, ან Sony იყო, ან Ericsson-ი, ან რაღაცა მახსოვს რომ გაწამებდა ეგ ტაჩი, ზუსტად იგივენაირი ტაჩია ამ მანქანაში და მაგაში ძალიან დიდი მინუსი. ნუ მაჩვენებლების დაფას რაც შეეხება, კი ნორმალურად გამოიყურება, ცუდი ნამდვილად არ არის. რეჟიმებსაც რო ვთავთ, ბევრი არაფერი არ იცვლება, ისედაც პატარა რეისეც სიმსინებს, კიდე რამე სხვანაირად თუ რამე იცვლება, კიდე გულმოდგინეთ ჩაუждები და დავათვალიერებ, მაგრამ ჩემი აზრით აქ მეტი არაფერი აღარ იცვლება. უკუსმის კამერა აქაც როგორც ლამბოში და აუში აქ არის ჩათხრილი და საჭეს რო ატრიალებ ხელს გიშლის, მაგრამ ნუ რა გავაკეთო, აქ არის ჩათხრილი, ანუ უკუსმის კამერა პირდაპირ აქ გამოდის და ჩემთვის ძალიან კომფორტული არ არის. მოდი ცოტა ხანი ტორპედოზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ტორპედო კარგად გამოიყურება, თან ყვითელ ფერში უხდება, ძაფი ყვითელი და პატარა ტყავებია შეპარებული.
ყვითელი და თვითონ ფორმაც მომწონს, ანუ ვერ ვიტყოდი რომ ცუდია. ასევე დამატებითი ოფცია არსებობს, შეგიძლია შევუკეთო, აქ ცალკე პატარა LCD მონიტორია, LED მონიტორი. LCD-ია ზუსტად, კი, LED-ს ვიჩასოთ, აბა ეს ხობა, ეხლა LED-ია, იმენა LCD-ია. ხო და ციფრული გამოსახულება LCD გაქვს ძველი 100 წლის. ერთი სიტყვით არსებობს კიდე იქი ტახომეტრი, სპიდომეტრი და რაღაცებია. შეყვანა მგზავრმა არ მოიწუნოს და უყუროს, რამდენით მოკვდება. ყოველთვის მაგას ვიძახი ხოლმე. აჩქარება შეუძლია უყურო, შეიძლება გაგიჟდები და გაიგიჟებ თავს, იქიდან უყურებს და ვერაფერს ვერ აკეთებს. ეს მექანიკის სტილშია დიზაინი გაკეთებული, ადრე ძველ ფერარს როგორც ჰქონდა, ეს მექანიკური გადაცემათა კოლოფი იყო და ნუ ეგრეა, ოღონდ რა თქმა უნდა ეს მექანიკური არ არის. dual clutch-ია, ავტომატური გადაცემათა კოლოფი, 8 სიჩქარიანი. ეს არის რევერსი, ანუ წამოვარდა უკუსლოდ შეგიძლია წახვიდე A და M-ი, ნუ ავტო და მანუალი და ბოლოს L-ი, ანუ ლანჩი. ორი ღილაკი აქეთ-იქით, ეს არის უკვე შუშების აწევა, ჩაწევა, აი, მივაჭირე, ჩავიდა, დავაჭირე. ავიდა. ეს ვითომ რაღაც სოსის ღილაკი სად გაუთხრია, აიტანა ძევით, აქ როგორც ყველა ადამიანი. ხო, როგორც შანს შეიძლება ჭირდება სოსი. ო, დაჭირდება, შეიძლება ჩაქრეს, რა გავჩერდე ჩუობანზე, ანუ არ გამიკვირდება. სოსის ღილაკი თაჩია და ეგეც გაჭედავს და ვერ დააჭერ. ხო, აქაც თაჩია, ეხა მიდი და ენდე ეხა ამ ნებისმიერს. თო, სორი შენიშნა იყო, სოსის ღილაკიც თაჩია და ალბათ უეჭველი. ერთი ზედო მოდი დაუბრუნდეთ ამ უღმერთოობას, ამ რაღაც საშინელებას, საშინელი დიზაინი, აი, Total Recall რო არის, ყველაფრის გახსენება, შვარცენეგერი რო დარბის, ზუსტად ეგეთი ფუტურისტიკული დიზაინია, რაღაც ორი ტიპი ზის, არ ვიცი, რავი, რა დიზაინშია, რა პოზაში ზიან ვაფშე, ვერ გავიგე, რომელიც ჭედავს, აქედანაც გვაქვს ხმის აწევა და აღარ მინდა შევეხო მაგ მონიტორს, რავი, არ დაიცვას მართლა, კვევით კლიმატი გვაქვს. საშინელი თაჩი აქვს, ნუ აქ Ferrari-s ლოგო გვაქვს, რას თავარი, ანუ ეგ გვაბედნიერს, რომ Ferrari-ში გვაგზნობინებენ თავს, ანუ რაღაც წარწერა მაინც აქვს. გვერდებზე გვაქვს ესეთ პატარა თხელი ჩასადები, ანუ კალამს თუ ჩააგდებ, მოოქროვილს, აბა სხვა აქ არაფერი არ შეეტევა, ან თხელი პატარა ესაც ბარათების ჩასადები თუ აქვს ესეთი პატარა თხელი საფუძვე შეგიძლია ჩატენო. თავიდან გასაღები მქონდა ჩადებული, უბრალოდ რომ დავხობე პირველს, მაგრამ გასაღებს აქ თავისი ადგილი აქვს, სადაც შეგიძლია ჩეტენოთ, მე ესე დააჭერთ და აქედან გამოვა თქვენი გასაღები. რა თქმა უნდა, ჰელის ჩასადები ერთი გვაქვს, მეორე, რავი, არ შეხვდა ამ მანქანას და მობილური დასადებიც აქვს. რაც მეზიზღება ხოლმე, იმიტომ რომ არ მიყვარს აი ესე ტრაქში უნდა დადო შენი ტელეფონი. ნუ ამას ის ახსნა აქ რომ თავისი დაიტენება იქ და ნუ Bluetooth-ზე რო შეერთებული გაქვს მერე გირეკავენ და აქ ეწერება ყველაფერი, ვინ გირეკავს და ასე შემდეგ. მესეჯის რომ მოგივა, გაგაგებინეს, მანქანა რაღაცა ხდება. მაგრამ მე მირჩევნია ვხედავდე ჩემ ტელეფონს, იმიტომ რომ ეხა ნავიგაცია გვაქვს ჩართული. აქ სხვათა შორის ნავიგაცია მუშაობს, მაგრამ ძალიან მარტივად ვარ მიჩვეულე Google-ზე და ეხა მანქანის ნავიგაციას არ ვიყენებ. თუმცა ეს ნავიგაცია მუშაობს, მიუთითებ და მიგიყვანს იქ, სადაც მიდიხარ. ისევ გავაგზავნოთ სალონზე საუბარი, კარები, ანუ ამაზია, მართლა ეს ალკანტარა უხდება, ეს ტყავი, აი ეს დინამიკის ისენს პლასმასების არ არის სუდი, მთლიანობაში მომწონს, ეს ზაზორები დიდად არ მომეწონა კარის და ტორპედოსი არც ერთ ხარეს, მაგრამ ნუ რავი, ახლა მაინც ციხს არ ჩავაჭერეთ, თუმცა ძალიან უხეშად გამოიყურება, ანუ თითქოს კარებს საერთოდ სხვა ფორმა აქვს, გადასვლა არ აქვს, ანუ კარს ცალკე ფორმა აქვს და დიზაინი და ტორპედოს ცალკე, ანუ ერთმანეთთან ახლოს რომ მიდის, ვითომ გადასვლა არ აქვს. ანუ ის ცალკე ცხოვრები ცხოვრობს, ტორპედო ცალკე ცხოვრები ცხოვრობს. ნუ, რა ვიცი, ხა. უკეთესი შეეძლოთ რა. ანუ, როცა ქმნი ამდენ დროს ხარჯავ, აქაც შეგიძლია უკეთესად რაღაცა გადააბა. ტყავის ესეთი სამზეული, რომელსაც აქ სარკე არ აქვს, აბა ჩამოწიე შენ. მაგეთ აქვს. ჩემთან არ აქვს. არ ვიცი, რატო არ აქვს ესეთია. ისეთი შეგრძნება მაქვს, აი ამას ხელს რო ვკიდებ, მზის ამრექს, რო თვალებში არ მომაჭიდოს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაც ახალმა ენტრპრენერმა იმენა დაიწყო რაღაც ახალი ბიზნესი და სახლში ტყავის რაღაც საფულეებს კერავს და ერთ-ერთი საფულეს მაგივრად შეკერა ეს მზის ამრეკლები და აქ დაუყენს. ოღონდ მართლა ვიძახე, ცოტა ვერ დავუმოყავ. სუდი არა ვიზუალურად, მაგრამ რატოღაც აი პირველი რო ეხები მაგის შეგრძნება გაქვს. ნუ არა უშო. ეს რა არის? ეს რა შემოგტენეს? ამ სათვალეებში ამდენი ხანი მგონია რომ ალკანტარას ჭერს უყურებ და ჩემი ჩულკია გადაკრული. ანუ აქ ალკანტარა ყველგან რაღაცა кайფო, გვერდებში ალკანტარა, აი ამეებზე, იქითაც ალკანტარა, უხეში სათავსოზე ვით ალკანტარა, რომა აწერი აქვს, რაღაცა სტიჩინგი აქვს, ყვითელი ყველაფერი თესლობა და
ზევით ორლარიანი ჩურკი, რომელსაც სიგარეტი მიედება და всё დაიწვა. სავარძლები საკმაოდ ლამაზია, კადრებს კი ნახავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ კომფორტულია, რაც თავარია, ანუ ლამბოსავით წელში არ გადამატეხა მომწონს, Ferraris ეს ცხენიც რო ახატი აქვს, ამო ქარგონი რო არის ყვითელი ზაფით, ეგეც ძალიან მომეწონა და ეს არის 2+2 ავტომობილი. უკანაც ლამაზი ალკანტარას სავარძლები ჩანს. თავისი ყვითელი სტიჩინგით, ანუ ზაფით. Ну, რა თქმა უნდა 2+2, ეხა მაგაზე დიდ აქცენტს აღარ გავაკეთებ, იმიტომ ბევრს ვაპარაკო და კიდე რაღაცები მინდა განვიხილო სალონში. 2+2 ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ქუჩაში ბავშვს არ დატოვებ და შეიძლება რაღაცა ჩადო. ეხა ჩვენ შემთხვევაში ამ სავარძელს ვიყენებთ რაღაცა ჩვენი რაღაც საფულები გვიგდია, პატარა ჩანთა, მოსაგდები რუგზაკი და რაღაც კურტკა თუ გაქვს, უკან მიაგდებ და მაგისთვის კომფორტულია. მაგრამ ესეც სავარძლებს ზოგადად სავარძლებად მე არასდროს არ აღვიქვ, ამიტომ რომ ნუ არარეალურად არაკომფორტულია. ანუ ეხა დინარაძე რო იქ ჩატენო, არ ვიცი რა უნდა გადაუხადო რომ იქ ისდეს და სადმე გამოყვეს, მე ვერ წარმომიდგენია ერთ წუთით. აქაც ესეთი ტყავი, თავისი პატარა სტიჩინგით, ესეთი პატარა სათავსო გვაქვს, პატარა იმდენჯერ ვთქვი რომ მართლა პატარა არის. შეგვიძლია რაღაცები ჩავყავართ, რა თქმა უნდა USB პორტებიც არის, დენის წყაროც გვაქვს, რაღაც გაჯეტი დამატებით შევაერთო და დავწერო თუ დაგჭირდება და ასე შემდეგ. კარგია, ცუდი არა, მომწონს ყველაფერი, თავისი მემორებით, სავარძელს, საბარგულის გახსნა, აქედან ღილაკზე გაღება კარის, რაც მომეწონა, იმიტომ მე მაგას ვიძახდი ყოველთვის, რომ ღილაკზე კარის გაღება რაღაც ბევრად თითქოს მდიდრულია და განსხვავებული. ამიტომ ამ შემთხვევაში Ferrari მომეწონა. ეს ადგილი პატარა ბოთლი არ ეტევა, რომ არ მოგატყუოთ და ძალიან თხელია. მე გავაჩერებ ამ მანქანას და მაგას განახეთ. იმიტომ კარი რო დაკეტო, მიმიქარავ G-Class ისე უნდა მოაჯახუნო. აი ეგ ვერ დავამუღამე ნახდათ ამ მანქანაში. მართლა ვერ დავამუღამე ეგ ამ მანქანაში. კი, Ferrari სპორტულ მანქანებს უშვებს, მაგრამ მაინც ელექტრო არის საჭე, ანუ მოძრაობს ღილაკით, არ გვიწევს ესე. მექანიკურად მოძრაობა, სავარძლების ეს სავარძლები ხა რომელიც აყენია ამაში არის ელექტროა. მე ელექტროს დავაყენებდი, ეს მანქანა, ანუ ეს მანქანა რომ არ არის ეს სუპერკარი, ეს არის daily ძვირიანი ავტომობილი. აი ვისაც ბევრი ფული აქვს და უნდა რომ ისეთი მანქანა ყავდეს, რომ ყოველდღიურად გადაადგილდებოდეს, თან კომფორტული იყოს და თან ეთყობოდეს, რომ ბევრია გადახტილი და რაღაც განსხვავებული იყოს. აი ზუსტად მაგისთვის არის რომა და ჯერჯერობით მე ვიტყოდი რომ მაგ დანიშნულებას ასრულებს. ანუ მთელი ამ ტესტ-დრაივის მუღამიც ეგ არის, რომ არა სუპერკარი, ჩვეულებრივი მდიდრული მანქანა თუ ამართლებს თავის ყოველდღიურობას და ჯერჯერობით მომწონს და მსიამოვნოს ამ მანქანის სიარული. ტახომეტრის რო ანათებ საჭეზე და ეს ხმა რომ მოდის, მგონია რომ სახლში სიმულატორში ვზივარ. ანუ სვეჩი, აი მგონია რომ სიმულატორში ვზივარ, უბრალოდ შეგიძლია ნახავდო ეს ხნა რა, ორეს მოკადი. სიმულატორში ვგაზაობ და რაღაცა ყურსასმენებში მომდის ხმა მანქანის. აი ყურსასმენებში მგონია რომ რაღაც კომპიუტერიდან ხმა შემომდის და ეს shift light-იც ისე განათებს რომ აი იმენა თამაში ხარ, რა თან გზაც გიწ, აი Need for Speed-ში ხარ, გზა შეხედე. შეხედე, რა იყო 8 ცილინდრია თუ დედა ცილინდრ ნახევარი, ანუ აი არ ვიცი მაგას რატო უკარგავენ ამ მანქანას რა, ანუ Ferrari-ა ბოლოს და ბოლოს ის ხო არ არის რაღაცა, Hyundai ხო არ არის რაღაც, ელექტრო Hyundai ხო არა, დინამიკებიდან რო ხმაც ამოიღოს, ხო და რა ვიცი, თან სპორტში დავდივარ ეხა, რა მეტყობა აი ხა ამ მანქანას სპორტის. აი ყველა მანქანა იზავს მაგას. ყურსასმენ, ეხა გადაუჭრებდი ამ მაყოთ შუაზე, აი შუაზე გადავხსნი, გადავაგდა, აღვი მივაგდებდი და დავაბინძურებდი გარემოს. ერთი სიტყვით, სანამ გაზაობაზე გადავალთ, ეხა კარგ ლამაზ ადგილს მიპოვი აქ რომ გავჩერდე, ძრავის განნახო, მონაცემებიც მოგახსენოთ და მე შეგვიძლია უკვე ცოტა ჩავაჭიროთ ბანზე. რა თქმა უნდა, ისეთ შეგრძნებას ალბათ ვერ მომწონს, იმიტომ ისეთი ხმა არ აქვს და დანარჩენი უკვე შეგვიძლია გავზომოთ და ვნახოთ 100-200 როგორ დადის და მართლა ჩქარია თუ არა ეს ავტომობილი. შეგრძნებით უკვე ვიცი რომ ეს იმას ვერ იზავს რომ მე რაღაცა გამეღიმოს და ჰაი-ჰუი და ყვირილი დავიწყო და მე სიამოვნოს, მაგრამ მაინც ვიცოდეთ როგორ დადის. კომფორტს რაც შეეხება, ანუ უკვე ჩათვალეთ ამოხსნილია ეგ ტესტ-დრაივში. აი აქვე გეუბნებით რომ ეგ ამოიხსნა რომ ეს მანქანა daily ავტომობილად, ანუ ყოველდღიურად ჩაჯდე და წახვიდე სადღაც, მაგრამ გასიამოვნოს და არ დაიტანჯებით. მომწონს მაგაში ერთი დიდი პლუსი. ეხლა გავაგზავნოთ ჩვენი გზა, ვიპოვოთ კარგი ადგილი და კაპოტს ავხატოთ.
ადგილიც ვიპოვეთ. ამ მანქანას Type-C შესაერთებელი არ აქვს, Type-A შესაერთებელია 100 წლის და მანქანა არის 20-24 წლის მოდელი ეს კონკრეტულად. ნუ რავი, Type-C როგორ უნდა ერთებოდეს და კიდე ეს კარი მიდოდა მეჩვენებინან. თუ ამით იკეტავ, კი, არ არის, სახელურია კარი, ამით იკეტება, კი ბატონო, მაგრამ ხო არის ხოლმე მომენტები, ხან აქედან კეტავ, ხან წამუარტყავ ხელს. აი ამას რო ხელს წამუარტყავ და შეიძლება ხელში შეგრჩეს, ანუ აი ეს არ გირჩევთ. იქითაც 8 წვები იღუნება და აქეთას. ამიტომ მაგას არ უნდა შეეხო. მოდი ახლა ძრავს ჩავხედოთ, იმიტომ რომ მაინც Ferrari-ა, ძრავს ვარ ჩავხედოთ, არ შეიძლება, იმიტომ რომ ლამაზი ძრავები აქვს ამათ. 8 ცილინდრიანი ძრავი გველოდება. Twin turbo 3.9. ნუ ესენი გამოსდით ახლა, გამოსდით, მაგრამ ცოტა მაინც ჩააჯეს, აი მიაფუჩეჩეს მაინც. ეს ულამაზესი წითელი ძრავი, აი წითლად 8 ცილინდრიანი Twin turbo 3.9 როგორც გითხარით, რომელიც გამოიმუშავებს 620 ცხენისძალს და 760 ნიუტონს. ნუ საკმაოდ ცეთია, კარგი ციფრებია, მე ვიტყოდი, ნიუტონი, რავი, ჰურაკანთან შედარებით მეტი აქვს, R8-თან შედარებითაც მეტი აქვს. ნუ ეს დამსახურება იმის რომ 8 ცილინდრიანია და ზევიდან კიდე 2 ტურბინა აქვს. რა თქმა უნდა, ამაში, ნუ რავი, ახლა ციფრები მაგარია, ციფრებში მართლა მაგარია. ნიფუჩაჯებას რასაც ვეძახე ხა ულამაზესი Ferrari-ის წარწერები, წითელი ძრავი შეღებილი წითელ ფერში, აი მართლა მაგრად გამოიყურება, ნუ ეხშნურები არ მომწონს, მაგრამ ხა ეს შნურები ჭირდება, ხა ელექტროობა ამ მანქანის და აი პლუს მიანგდე რა, ერთი კარბონი ბიჭო რა, არაფერი არ აქვს ამ მანქანას კარბონის. აი მე ხო არ ვიძახი მთლიანი ხუფები რო იყოს კარბონის. აი Ferrari-ის ლოგო სადაც გაქვს, ბიჭო, რაღაც სეტკარო გაქვს. ერთი ეს შუაში კარბონი და გაეკეთებინათ კიდე ამაში წითელი ზოლი ამაში, აი ამაში. ხო იქნებოდა იდეალური, ხო იქნებოდა თვალგაზმი, პორნო, ხო იქნებოდა, მაგრამ არა მიაჯოვეს მაინც რა. ეს რავი მიერთებულია 8 სიჩქარიან dual clutch-ზე. ნუ გადაცემათა კოლოფი dual clutch-ია და ეგეც მე ვთვლი რომ ერთ-ერთი რაღაც მხრივ მინუსი არის ქალაქის პირობებში, იმიტომ რომ dual clutch-ი ძალიან ხისტად მუშაობს. ან გაზის პედალს რო დააჭერ, აი ცოტა მერე იწყებს დაძრას და ნელა თუ გინდა სადმე მიგორდება, გარტყმევინებს და ანუ ჩემთვის ზედმეტად სპორტული გადაცემათა კოლოფები არის ეგ, ანუ ქალაქის პირობებში. ანუ ავტომატიკა ბევრად სტაბილური არის და ბევრად კომფორტულია სამართალს. უკანა წამყვანია ეს ჩვენი Ferrari და ნუ აჩქარება უწერია 3 და 1. 3 და 1-ში მე ეჭვება ეს მანქანა აჩქარდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგეთი მონაცემები გვაქვს. ნუ ცხენისძალა საკმაოდ საკმარისია, 620 ცხენისძალა არ არის ცუდი ცხენისძალა და ნუ ნიუტონებიც, რავი, ცოტა ნამდვილად არ არის. ანუ ქარხუნი მანქანისთვის ჩემთვის მისაღებია. ჩვენ ეგ ყველაფერი რო გავიგოთ, უნდა ავჩქარდეთ. ისე არ გამოვა ეგ ამბავი. 100-200-იც გავზომოთ, ჩვენი დრაგის მოწყობილობაც წამოღებული გვაქვს აპლიკაციით დაუკავშირდებით მაგ მოწყობილობას და გავზომავთ მაგ ყველაფერს. ეს მონაცემები როგორია რეალობაში. ო, აი აქ დაგაზაობს ტიპი იმენა მოტოციკლით. ავა, ჩავა. ბოლოს იქ მოცურდება და ჩავა ხრიალით იქ ჩაფხუთ გახეხილი. წავედი, წითელი Ferrari ხოძია. ჩვენს ხოძზე ვარ გადატენილები ვართ უხეში კომანდა გერმანიაში. ბოლოში პატარაზე დავაგვიანე გადართვა 7.23-ში გაიარა, შეგრძნება 0, არანაირი რეაქცია არ მაქვს, მე არ ვიცი რანაირად მოახერხეს მთელმა იტალიამ ერთად რომ 8 ცილინდრიან twin turbo-ს ხმა ისე დაუდუმეს რომ 4 ცილინდრიანი ქალაქის მანქანა მგონია. უბრალოდ ვერ ვხვდები რანაირად მოახერხეს. უემოციოდ ავჩქარდი, ანუ არანაირი ემოცია არ მქონია. აი Ferrari-ში ვზივარ თუ იმე ჩინო რაღაც სირობაში ვერაფერი ვერ გავიგე. არანაირი ემოცია, კიდე ერთი ვცადოთ. 3 2 1. ან გამაგებინე როდის გადავრთო, ან ამიციმციმე, რაღაცა თქვი, იმენა დავაპერეკრუტე ის ტრაკი. წავე ტრაქში შემივარ და გადაერთო 7.07 ნიხუიასიბე ერთის მოიცადე ეხა ავტოთი ვწდი თვითონ გადართოს მირჩევნია სიჩქარეები იმიტომ რომ ნუ აი
გზას ვეღარ ვხედავ, გადატვირთულია და რო არ გავმაზო ისევ სიჩქარის გადართვა, მეშინია ვიღაცას არ მივეჟღვნიტო, ამიტომ ჯობია თვითონ გადართოს. 1 2 3 6.84, ანუ ყველაზე ჩქარია, რაც კი გადავიღეთ ტესტ დრაივებში. ყველაზე ჩქარია და ეს იდეალურ პირობებში არ არის კიდე. ხან იქ უყურებ გზას, ხან ეს, ანუ დარწმუნებულად ცოტა კიდე შეიძლება რომ მოაკლდეს. დასასრულისკენაც მოვედით, მინდა საბარგულიც გაჩვენოთ. ხელი უნდა გაამოძრავო. ავტომატური რო ყოფილიყო Ferrari-ზე, ალბათ უკეთესი იქნებოდა. საკმაოდ პატარა საბარგულია, მაგრამ ორი პატარა ჩანთან ჩაეტევა, ანუ სამგზავრო რუგზაკს გულისხმობ, რა ეს რუგზაკს კი არა და ეს ბარგისთვის, ეს პატარა ჩანთა ჩაეტევა. ნუ ესეთი რუგზაკებით ბევრი ჩაეტევა. აქ აქვს ესე სავარძლის გადასაგდები, რომ კიდე რაღაცაში გამოიყენო, არ ვიცი მე ეს რაში უნდა დაგეხმაროს, რა უნდა შეტენო, მაგრამ რავი, თხილამურები ან გოლფის რაღაცა ესე შეტენი რა რაღაც ესე ინვენტარს და ხელით უნდა დააფარო. ნუ კითხვა არის ხოლმე ესეთ, აი მე ჩემი აზრი აინტერესებს ხოლმე იმ ხალხს, ვინც მე მიყვარს, ან ჩემ მაყურებელს გაინტერესებს, მე შევიძენდი ამ მანქანას თუ არ შევიძენდი. ნუ რატომ გავს ფიქრობ, რომ აზრად არ მომივა ამ მანქანის ყიდვა, იმიტომ რომ შესაფერის ფასში ვფიქრობ, რომ ალბათ სხვა მანქანას ავირჩევ, თუნდაც მეორას ოდნავ ძველს, ანუ მაინც იმისკენ მივდივარ, რომ რავი, ყოველდღიურობისთვისაც ყველაზე კომფორტული არ არის, ხო? თუნდაც ის გაზის პედალიო დააჭერდა 5 წუთი რო ელოდები dual clutch რო დაიძრას, ეგეც არ არის ყველაზე კომფორტული. უკანა სავარძლები, თლაც სავარძლებიც არ არის, ხო? ნუ ეგეც ვერ არის ის, რაც უნდა იყოს. ყველაზე მაგარი ხმით რო დადიხარ და დააჭირი ხმა შეგესვა, ეგეც არ აქვს დიდას. Ferrari-ის ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი Ferrari-ა, არის ყველაზე იაფიანი Ferrari. და ვიცი, ხა $200,000 მარტო სახელში გადახდა, ჩემთვის ნამეტანია. ანუ მე მირჩევნია $200,000 გადავიხადო და ისევ კბილები ჩამომცვიდეს და შუაზე გადამიტყდეს ხერხემალი და ურაკანი თუ იარო, თუნდაც ყოველდღიურად რა. ანუ მე მაინც ის მიდგომა აქვს, თუ ერთხელ ცხოვრობ, ნებისმიერ მანქანას გარბენი უნდა აკიდო რა. აი Porsche-ებს, GT2 RS-ებს ყიდულობს ხალხი და ფარეხში ალპობენ, იმიტომ რომ გარბენი რომ მან დაეწეროს, ფასი ჩამოვარდება ქვევით. ანუ მაშინ რაც ჩემ გინდა, ანუ შენი იქნება თუ სხვისი, რა მნიშვნელობა ღამე კარგად გძინავს, რომ იცი რომ ფარეხში GT2 RS-ი გიყენია Porsche თუ ანუ რასაკეთებ. ჩემთვის ეგეთი მანქანები, რავი, ფასეულობას და ღირებულებას კარგავს, იმიტომ რომ რავი, ვის უნდა დაუტოვო, ხო, საფლავში ვერ წაიღებ და შენი სიამოვნება არ ღირს იმათ, რომ 100,000 მოაკლდეს თუნდაც 100,000 ვერ მოაკლდება, ისე ვიწახი, რომ მოაკლდეს, არ ღირს, რა თქმა უნდა ღირს. ამიტომ $200,000 გადახდა ჩემი აზრით ამ მანქანაში, ჩემი გადმოსახიდან მე არ გადავიხდიდი, მაგრამ ვინც იყიდის მანქანას, არ ვიტყოდი რომ ცუდი მანქანა. ბევრი რო არ გავატრაკო, რა ვიცი, ბევრი მინუსი აქვს, მაგრამ მაინც გულის სიღრმეში რაღაც დოზით მომწონს. ეხლა მე მგონი დაგაბრუნე, თან მოწონს, თან არ მოწონს, ანუ ვიღაცა თუ იყიდის არ დაუჯვა მანქანაზე, ვიტყვი რომ კი, Ferrari ყავს, ბევრი გადაიხადა და იმას ეს მანქანა უნდოდა, თავის ხასიათში ჯდებოდა და კი ბატონო, რატომაც არა. გილოცავ, ანუ გულწრფელად მოგილოცავ, მაგრამ მე თუ მეკითხებით, მე ამ მანქანას ვიყიდიდი მარტო იმ შემთხვევაში, რო ყირდეს, რა ვიცი, 150 რო ყირდეს ახალი. ახალი რო ყირდეს 150 დაველოდებოდი, ნახმარს ვიყიდიდი, რავი, 80-90-ში ნარბენს. კი ბატონო, ეხლა 90-ში მართლა მაგარია, ეხლა Ferrari დადიხარ, სადაც არ უნდა წახვიდე, მაგრამ €230,000 ამ მანქანაში მე არ გადავიხდი და სადილეროში არ მივარ და Ferrari მინდა მეთქი არ ვიტყვი და ამას არ გამოვიყვან. ერთი სიტყვით.
ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ ამანქანით. დღეისათვის სულ ეს იყო ბოლო ტესტ-დრაივი. შეგახსენებთ, რომ ეს იყო Valvolinis ევროტური, სადაც წამოვედით კავკასიის ავტოიმპორტის ჩამოყვანილი M850-ით და ეს არის ჩვენი მეოთხე ტესტ-დრაივი და თანმიმდევრობით რომ დავაწყობთ ამ ვიდეოს, მაინც Ferrari დაიდება ბოლოს. ამიტომ დღევანდელი ვიდეოდან გემშვიდობებით გერმანია უნდა დავტოვოთ. ამიტომ ვისაც მოგეწონათ ჩვენი ეს ტური, ვინც გულშემატკივრობთ ხოლმე ესე ტურებში, გეტყვით რომ ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ სხვა ქვეყნებში გამგზავრებას, რომ ესეთი კარგი ტესტ-დრაივები შემოგთავაზოთ უცხო ავტომობილებზე, რომლებიც ვერ გადავიღეთ საქართველოში. ანუ სუპერკარების გადაღება გვინდა. თუ ვინმე სურვილი გაქვთ საქართველოშია თქვენი სუპერკარი გვათხოვოთ, რომ უხეში ტესტ-დრაივი გადავიღოთ. Anytime, როცა გინდათ, მოგწერეთ Facebook-ზე და აუცილებლად გადავიღებთ. დღეისათვის სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და დარჩით ჩვენს არხზე, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი უხეში ტესტ-დრაივები და რა თქმა უნდა, მოგზაურობებით. წავედით, დროებით. შვიჯერ თუ არ დაკეტე, ხო არ იკეტე, წიხლი უნდა მიცი ამის კარეს. აჩე გზაში მოვდიოდით, ახლა გავჩერებული მიყავით, გადაღება დავამთავრე და ბოლო ჩამოქროლვა იყო და უცებ ესე მანქანა ამოგვიდგა, გოგომ გადმოყვა თავი და აი ესე გვაჩვენეს, აი ესე რა. ბიჭო არ ვიცი, ახლა უცხოელები ვერ ხვდებით ამათ ჩუტკებს თუ რა არის. ანუ იმენა ეს დაგვეღა პატარა ჭუჭუები გაქვთო რა, აბა ეს რა უნდა იყოს, პატარა რა, მანქანა დიდია. ძლიერია Ferrari-ა. ეგ კი არ იყო გასატეხი, ანუ საიდან გვაჩვენებდა მაგას, ეგ უფრო დასაფიქრებელი იყო და ანუ Ferrari-ში ჯობია პატარა ჭუჭუ ქონდეს, ვიდრე Fiat Panda-ში დიდი. ამიტომ მაინც აგებულები ეგენი დარჩენ. მირჩევნია Ferrari-ში ვითი რომ მაგას წავედით. ეს ამოჭერი. ვინმე მოდი ისე იყო. ხო. არ ეცოდინება ეკრანი როგორ გავაკეთოთ. ამას დააკვირდით კარგად რა. სასაცილო ოთახებში რომ სხვა ფორმას და ზომაზე გაჩენს სარკე. აი ეგეთ სარკეა ზუსტად. შენ ეგ მაინც გაგდა, მე აბსოლუტურად არ წახურებ.